კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონათრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებ, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახვას და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე, FM 101.9. დავბრუნდით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო ქალაქის პირდაპირ ეთერშია ქეთა და ბახვას 3 ბლოკი და ჩვენ მესამე ბლოკში გვყავს ჩვენთვის უძვირფასესი სტუმარი, ასე ვთქვათ, ჩვენი თილისმა, ქეთი სალაყაია, რესტორატორი, არაჩვეულებრივი შეფ, ბლოგერი, უკვე ვიტყოდი. კულინარიის ბლოგერი, ასე ვთქვათ, ვარსკვლავი თავის სფეროში. ქეთევან სალაყაია, ფრანგული რესტორანი ლემარეს მფლობელი, ასევე ერთ-ერთი მფლობელი, კი რა თქმა უნდა, მოვიკითხავ დანარჩენ ორსაც და ლეპონჩიკის დამფუძნებელი, რომელმაც ახლა გადაინაცვლა კი არა ამ სეზონზე ბათუმი რა იყო და ბაკურიანში, სადაც რიგები დგას, მე როგორც ვიცი და ამის შესახებ დავიწყებთ ქეთისთან საუბარს, როგორ გაამართლა ლეპონჩიკმა ბათუმში და საერთოდ ამ პონჩიკების იდეა. კიდე ბათუმი და ბაკურიანი. კი, ბათუმში მოდიოდი ახლა. კი, ბათუმშიც იქნება, მაგრამ ბათუმში ლეპონჩიკი არა, მგონია რომ იქნება ჯერ ლემარე. პონჩიკი დავიღეთ ბაკურიანში. დიდველის მთაზე, ორ იმის რა ქვია, ლიფტის შორის. და არაჩვეულებრივად იმუშავა ჩვენი გადასარევი ბიჭებისთან დაახმარებით, კურორტების განვითარება გვეხმარებოდა ძალიან. დიდი მადლობა მათ. და ძალიან ყვაყოფილები ვართ ბედნიერები. ჯერ არ დაგვიმთავრებია სეზონი სხვათა შორის. ჯერ არ დამთავრებულა. იმიტომ რომ ძალიან მოთოვა და ძალიან კარგი სასრიალოა და ამინდიც არაჩვეულები. კი, სოციალური ქსელის მეშვეობით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი თავშეყრის ადგილი იყო პონჩიკი. კი, ბაკურიანში. მუსიკა გარეთ. პონჩიკი გლინტვეინი განწყობა გადასარევი და ასე ძალიან კარგი გული ხდება რომ მე და ქეთამ ვერ მოვახერხეთ ხო და ეხლაც არ არის ბიოხოთე სხვა მოდივარ გელოდებით იქვე დაგაძინეთ მე გადავალ ბათუმის გეგმებზე იმიტომ რომ მალე უკვე სულ რაღაც ერთ თვეში პირდაპირ ბაკურიანიდან გადავალ ბათუმის გეგმებზე ესე გადავწყვიტეთ მოკლედ ისე მოგვეწონა ქალაქგარეთ გასვლა მე და ჩემმა ორმა მეგობარმა ვისთანაც ერთად მაგ რესტორანის და ლეპონჩიკი გადავწყვიტეთ რომ გასვლითი გავაკეთოთ ბათუმში. ჯერ ამასაც მივცეთ საშუალება. და გვინდა რომ გავაკეთეთ ლემარე ზღვასთან, სადაც იქნება გრილზე შემწვარი თევზები, ზღვის პროდუქტი, რაც იქვე ლოკალურად შეიძლება პროდუქტი მოიძებნოს, ხო? ოღონდ არა უფრო ჯანსაღი ხახის, ხო? და კარგი იქნება. ხო. ესე ვფიქრობთ და მე იმედი უბრალოდ ეხა პროცესში ვართ რომ ვეძებთ ისეთ ფარს ხო რომ აი გარეთაც გემრიელად დაჯდე რომ ეს ჩვენი ჭაღები და ბროლები იქ გადაიტანო გარეთა სივრცეში და აი ესე ქეთი არის მაქსიმალისტი თუ ბოლომდე არ იქნება ყველაფერი წყობაში და ისე როგორც მას უნდა მაშინ საერთოდ არ გააკეთებს ასე რომ თუ ლემარე ბათუმში ლემარეს წაწყლებით აუცილებლად უნდა შებრძანდეთ იმიტომ რომ ყველაფერი იქნება უმაღლესი ხარისხის. ახლა გადავიდეთ თბილისში. აი როგორი პოპულარულია ფრანგული რესტორანი? შეხან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული რესტორანის ერთ-ერთი მფლობელი საქართველოში და მაინტერესებს როგორ იცნობს ქართველი გურმანები ვთქვათ ფრანგულ სამზარეულოს შენთან ვთქვათ აი რა ყველაზე მეტად რა მოთხოვნა რომელი კერძია მოთხოვნადი და აი რა ესე იგი თავიდან თუ ეს წლის წინ ახლა გეტყვი როგორ განვითარდა 3 წლის წინ იყო პირველი ყველაზე კარგად გაყიდვადი სალათი იყო ცეზარ სალათი რომელზეც უბრალოდ სუდაც ვერ ამოხსენი რა ფენომენია მართლა მაგრამ ეხლა რაღაცა ნელ-ნელა იმის ხარჯზე რომ ვთქვათ რამოდენიმე შეფი ფრანგი იყო გამოსული იმის ხარჯზე რომ ჩვენ მენიუს ესე ძალიან სკრუპულოზ კი და ძალიან ესე ვარჩევთ მინდა გითხრა რომ აი ხორცის ტარტარიც კი იყიდება უკვე და საკმაოდ კარგი გაყიდვებია. ეს ხორცის ტარტარი არის ხო? გემრიელესი ხორცის ტარტარი გაქვს. ხო, მეც ესე ვთვლით. უკაცრავად ესე ზედმეტი. თავდაჯერებულობისთვის, მაგრამ თბილისში კი არა, მინდა გითხრა სხვა ადგილებშიც. იმიტომ რომ ხორცი არის აი უმაღლესი დამუშავების ზუსტად ყველაფერი.
რეცეპტის მიხედვით, ნამდვილი ფრანგული კლასიკური რეცეპტის მიხედვით. და ამიტომ ძალიან გემრიელი და ის. აი მანდ უნდა მივიდე აუცილებლად პირდაპირ ეს შეკითხვები მე ვარო, შენი აზრით რა არის შენი რესტორნის რაღაცა ის საიდუმლო? იმიტომ რომ საქართველოში როგორც ხდება, არის ხოლმე რაღაც ერთი ობიექტის ასე ვთქვათ ამოჩემება, იქ დადის ბევრი ხალხი და შემდეგ ძალიან მალე ბეზრდებათ და არის სულ ცარიანი. არა, მე დაახლოებით ხდები, მაგრამ სმენელების ყველა ბიზნესი ეგეთი ალბათ საქმის საიდუმლო ის არის, რომ არ უნდა ორიენტირებული არ უნდა იყოს ფულის მოხვეჭაზე. ეს თავარია. გონია რომ ხო, იმიტომ რომ თუ პროდუქტი არ გაკარგი, იმიტომ რომ არსებობს ადებ მარჟას რაღაცას, შეიძლება დაადო 30% შეიძლება და 300%, მაქენა გამომდინარე. პროდუქტი როცა არ გენანება, როცა კარგ პროდუქტს ხვანობ და ცდილობ რომ ჯანსაღად აჯამო ხალხს და რაღაცა შხამია. მარჟა არ იყოს რაღაც არა. ხო, არანორმალური, იმიტომ რომ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი გაქვს ცუდად აწყობილი ბიზნესი. არა, აბსოლუტურად არა. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად არა და მე მგონი ისიც ხელს გარდა იმისა, რომ დაუშვათ არის ფანტასტიკურად ვინ ხდება. ხო, ანუ კერძები არის უგემრიელესი, თვითონ გარემო არის ისეთი ჯადოსნური, ფანტასტიკური და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ დიასახლის იყავს ამ დაწესებულებას. დიასახლისები. ხო, ნუ ალბათ ესეც რომლებიც მუდმივად არის. ანუ მუდმივად არიან, არის ძალიან დიდი ყურადღება, ყველა კლიენტის მიმართ მეგობარი შემოვა თუ უბრალოდ ადამიანი, რა თქმა უნდა. ადამიანი კი. ნუ მე ვთვლი რომ რესტორანი ამის გარეშე ვერ იმუშავებს. იმიტომ რომ როცა ჩვენ კიდე მინდა რომ ერთი ხაზი გავუსვა ჩვენ გადასარევს თავს, რომელიც უბრალოდ ოჯახის წევრები არიან ჩვენი. კი, და იქ უკვე იცნობენ ყველას, აი ვინც მოდის, იციან ვის რა უნდა, როგორ ჭამს, რა ყავას შაქრიცვავს თუ უშაქროთ თუ რა მოწონს, ეს ყველაფერი იცის და ეს სერვისი არის კომფორტი. ხო, კომფორტი უქმნი ადამიანს კომფორტს. ხო, ანუ წარმატების ფორმულა ეს არის, ხო, სერვისი, ანუ მომღიმარი სახეები აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ ძირითადად გვიბრაზდებიან და გვიჩხუბებიან და ეს გონია რომ არის დაძაბულობა, ირგული. ხო, მუდმივი. და ხო ტრალი კაცების და შემოწი ნასვამი მამაკაცების არ შემოშვებათ ამრები მამაკაცების არ შემოშვებათ ეგეც ერთ-ერთი მაგრამ თუ შენიშნავთ არც ეგ არ არის პრობლემა კეთი თუ იქ არის უმკლავდება ხო უმკლავდება კი მაგრამ ნუ ეს ხო რა თქმა უნდა ზედმეტი დისკომფორტი არის ზედმეტი დისკომფორტი პირიქით კომფორტი უნდა შეუქმნა ადამიანს რომელიც მოდის კი აუცილებლად დროის დასატარებლად და ფულის დასახარჯად მე არ ვაცდი კეთას შეკითხების დასმას მაგრამ ბევრი შეკითხვა მაქვს კეთისთან არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი ამიტომ მაინტერესებს თუ გაქვს ყოველას ვეკითხებით ამ შეკითხვას ვინც ამ თემაზე მოდის ხოლმე ჩვენთან სტუმრად რაღაც შორეულ წარსულში მაინც თუ გაქვს გვეგმო რომ გააკეთო ქართული რესტორანი ეს შორეულ წარსულში და მომავალში წარსულიდან მაგ აი მინდა და მე რაღაც ახლო მომავალში ეს გაკეთდეს, მაგრამ რაღაც თავი ვერ მოვებით. ბებიეჩემი როგორც იცი შენ და როგორც შენ კულინარიის პირველ ნომერში რუბრიკა ბებოს რეცეპტებში იყო სწორედ ქეთის ბებია, რომელიც არის განთქმული თავისი კულინარიული რაღაცა რეცეპტებით და ეხლა რაღაცა წიგს წერს. ჩემთვის მე იმედი მაქვს რომ ამ წიგს რაღაცნაირად გამოვაქვეყნებ როდესმე როცა დაამთავრეს იმიტომ რომ მარტო ერბოკვერცხის რეცეპტია რომ სადღაც 600 და ამიტომ იწელება ეს პროცესი ხო და ნუ აი ხო და ქართულს რაც შეეხება ძალიან მინდა ოღონდ სხვანაირად ხედავ ამას ცოტა დიდი მეც მგონია რომ დიდი დროჭი აი ბებოს რეცეპტების გათანამედროვებული ვარიანტი ალბათ არა გათანამედროვებული მე მგონია რომ ეს უნდა იყოს ადგილი სადაც ქართველი თუ უცხოელი სტუმარი მოვა იგრძნობს რა სად მოდის იგრძნობს დამოკიდებულებას ქართველების მიმართ ადამიანურს მე მინდა რომ ექონდეს ეზო რომ ექონდეს თონე ეს იყოს ქალაქ გარეთ და არ იყოს ვიზუალურადაც იყოს ქართული ვიზუალურად რომ იყოს რაღაცა ტრადიციული სუფთა ტრადიციული ხო არა მარტო თქვა ხინკალი და თქვა როგორ ხედავ ეს მაინტერესებს შენი ხედვა ან როგორ ხედავ ამას რაღაცა ფიუჟენის ტიპის თუ არა არა, იცი რა არის? ქართული რეცეპტები. არის მე ძალიან პატივს ვცემ ყველაფერს, მაგრამ ქართული ტრადიციული რეცეპტი არის ძალიან
იზისკენ არ ვიცი უკაცრავად როგორ არის დახვეწილი მადლობთ ძალიან დახვეწილი კერძებია და ამიტომ მე მგონი რომ ზედმეტი ჩარევა აღარ არის საჭირო კი კარგი და რაღაცა მხოლოდ ჩვენი არა ხო კი აუთენტურია ნამდვილად ხო და მე ვთვლი ეს პორციები არ იყოს ისეთი როგორც უბრალოდ მე ეს იყო ეს რაღაცა უტრირებული გახდათ რომ ნამდვილი აი კი მიწოდებაც სხვანაირი იყო და მე მინდა რომ ესეთი გაკეთეს აი რაღაცა თავადური ცუდად შეიძლება ხერდეს, მაგრამ ესეთი მაგიდით დაბალი ლამაზი მაგიდით, სკამით, ყველაფერ ჭურჭლით, ისე როგორც ჩვენი ბებიები და ბაბუები ამ ვახშობდნენ და მიირთმევდნენ და ისე როგორც ეს ხდებოდა. და ეს პორციულად იყო ჩვეულებრივი პორციები. კი, პორციები ხო, რაღაცა ადამიანი პორტები ვით რომ არა, აი ეს კულტურაც რომ თეფშითებს არ მესმის, როგორ შეიძლება ეგეთი უპატივცემლობა ნამდვილად. იმ ხალხის მიმართ, ჯერესერტის ხალხის მიმართ, რომ ამას მუშაობს, აკეთებს, ეს ხო არ ესო შრომაა ძალიან დიდი. ეს ერთმანეთზე რომ იდება და იზილება პლანეტი ყველაფერში, ხო, ნუ ეს რაღაცა მგონია რომ არასწორია. და ამიტომ ნუ როდესმე ეს იქნება, მე იმედი მაქვს. ველოდებით. ნამდვილად. იცი რა, მე მომწონს მაგალითად ეხა ჩემ აზრს ვიტყვი ესეთი სუბიექტური ვარ თუ ობიექტური არის მგონია რომ ობიექტური მომწონს ის რომ აბაშიძის ქუჩაზე არის ესეთი ფრანგული კარგი ხარისხის არაჩვეულებრივი რესტორანი მაგრამ მის ქვემოთ მდებარეობს ასევე ესეთი fast food ქართულად როგორ არის? სტრაფიკოები ვარ, high-end fast food არის. სტრაფიკოების ობიექტი, სადაც ნებისმიერ მსურველს პატარა იქნება ეს თუ სკოლის მოწაფე იქნება ეს სტუდენტი, არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლია მიირთვას ძალიან ჯანსაღი და უგემრიელესი პონჩიკები, ხაჭაპურები. პონჩიკები მივიწყებული იყო თითქოს ჩვენთან არა და რა პოპულარული იყო ადრე და გაცოცხლდა ამით და ხა ბევრი გაჩნდა ესეთი. და რაც მინდა რომ გახსენებთ ჩვენს მენელსაც ვუთხარ რომ ფასი არის ძალიან მისაღები. ანუ ამის დაკონკრეტებაც მინდოდა კიდევ ერთხელ. რესტორანშიც და რესტორანშიც, მაგრამ ასევე ლეპონჩიკშიც. ხო, პონჩიკში არა, პონჩიკი ხარისხის შესაძლებელი. ხარისხის შესაძლებელი. არა, ვერ შეადარებ, მაგრამ თვითონ ვამბობ ხარისხის შესაძლებელი. ფასის მხრივ შეადარებ, რომ ხარისხის მხრივ შეადარებ. იმიტომ რომ პონჩიკში მე არ ხმარობ დროჟს. დროჟი ეხანდელი დროჟი თანაც არის, ის არის ესეთი ტექნიკური არის, რომელიც კარგად ორგანიზმი, კარგად ვერ ამუშავებს. ეხლა სუდად ჟღერს შეიძლება, მაგრამ ნუ სოკოვანი ისა აქვს რაღაცა. მაწებოვანი. ხო, აი, ხო და ეს რჩება ორგანიზმში, მოკლედ არ ესე ნუ ჯობია რომ არ ჭამ. ჯობია რომ იყენებ ნატურალურ კარაკს. კარაკს, ნატურალურ ძეს, კვერცხს, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, ყველაფერს ვთილობთ რომ გავაკეთოთ, როგორც ყველს და ასე შემდეგ. და პილმენს რაც შეეხება, აი თავი რაც არის, კიდე ის ადგილზე მირთმევად შეგვიძლია, მაგრამ ასევე წაღებად შეგვიძლია სახში. ამიტომ სულ შემთხვევით ეს გოგო მითხრა რომ მე თქვენი პილმენები წავიღე ლაბორატორიაში, დიდი მადლობა. მე ვთქვი პირიქით თქვენ დიდი მადლობა. მე ძალიან დავიბენი, რომ არ ველოდებოდი, სადღაც ვიყავით საღამოს რა და ესე მოვიდა თქვენი პილმენი წავიღე ლაბორატორიაში შევამოწმევი და დიდი მადლობა. ალბათ აჭროდა ბავშვებს და შეამოწმო. რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. ჩვენს მსმენელებს დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თამამად შეუძლიათ მიბრძანდნენ. დიდი მადლობა. მინდა ერთი შეკითხვით ჩავასწრო, ეს პონჩიკიც არის ბებიაჩემის რეცეპტი. მართლა? ეს პონჩიკიც არის განსხვავებული. შესაძლოა არ არის ტრადიციული პონჩიკის განალოგი. ხო და ის ტრადიციული პონჩიკიც მინდა გითხრა, რომ ცოტა არის ტრადიციული არის ეს. ის არის მე გაიაფებული. მართლა? ხო, ის არის გაიაფებული ეკონომიური ვარიანტი. და ნამდვილი პონჩიკი არის ეს, ანუ ბებიაჩემის ბებიის რეცეპტია. უბრალოდ რაღაცა გამოყვა რა, ესე და ვიცით და ეს ფართი რაღაცნაირად ისე ქირავდებოდა და ისე ცუდ რამეს უპირებდნენ, რომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მოდი ვიქირავთ და რამე გავაკეთოთ და ეს რამე აღმოჩნდა პონჩიკი. ხო და ლანჩისთვის არის ფანტასტიკური. კი, და ესე კი ფასის ლარი და 20 ღირს ერთი ძალი პონჩიკი რომ ორზე მეცნო ხო, ნუ ძალიან ტკბილის მოყვარული თუ არ ხარ ვერ მიირთმევ. მაგრამ სუყი არის საკმაოდ ხო ერთი პონჩიკი. ხო და ერთი პორცია პილმენი ღირს 8 ლარი, რომელსაც მოყვება არაჟანი და ქართული ვარიანტი პესტოსიო. არაჩვეულებრივი. ის კი არა, პარმეზანი კი არა აქვს შიგნით, მაგრამ ქართული წვანილებისგან დამზადებული პესტო, რომელიც ძალიან უგემრიელესია, ლაშა აგერ ცუდად გაგვიხსნა მე მგონი. კი, ლაშა გაბუნია ესწრება გვერდით ჩვენს გადაცემასთან ერწყობს ხლაპავს ალბათ ჩვენი მსმენელები. კეთიმ კი გაგვაფრთხილა რომ რეცეპტი არ მკითხოთ, მაგრამ ისე ვერ გავუშვებთ რომ არ ვკითხოთ რეცეპტი. მაგალითად მე
მეტყვი რომ გაიხსენოს პირველ ნომერში იყო რაღაც შენი მენიუ კულინარჩი მენიუ ოცლარად ესეთი სადილი ოცლარად მინდა რომ გასწავლოს ეს მოკლედ ეს რეცეპტები არის ძალიან კეთების დროს მოდის ხო მე ესე დამახსოვრება ძალიან რთულია რა მე ამიტომ გვაქვს ჩვენ ჟურნალი სადაც ამ ყოველდღე ბეჭდა ხო იქ იხილავენ აი იცი რა მაშინ ესე ვქნათ რა ეს მე თქვენ გეტყვით ისევ დედაჩემის ეხა ეს ოჯახის რეცეპტები აბა რა რა თქმა უნდა ეხა ხომ მოდის აღდგომა გიჟდები ბატკანზე როგორ მიყვარს სუდად ხდები და უნდა გაგიზიაროთ ყველაზე გემრიელი ბატკანი როგორ კეთდება საერთოდ ხორცი ყველაზე მარტივი გაკეთება რომ იყოს გემრიელი ოღონდ დიდხანს როცა აკეთებ ხორცი უნდა თუნუქის ისინი ტაფები ხრმა აი ძველი ის ტაფა არის ჩემი ყველაზე საყვარელი საერთოდ ხო გიჟდები ამ ტაფებს და ვეძებ გიჟებით ესე იგი ტაფას გააცხელებ ძალიან დაადებ ერთი მხრიდან ხორცს მოწვავ კარგად იმიტომ ყველაზე მარტივია მაგრამ რა თქმა უნდა ვასუფთავებ ჩვენებად როგორც ხდება ხო არა ნუ გარეცხოს აღარ ლაპარაკობ გარეცხოს არ არის სასუფთავაზე არ ლაპარაკობ ან მაგრამ შიგთავს არაფერს არ უკეთებ ან უბრალოდ არა არაფერს არ უკეთებ შრალია ეს რომ გარეცხავ გაასუფთავებ ეს ხორცი უნდა გაამშრალო და არა აქ ეს მშრალობა რა ხორცია ბატკანია თუ ის არის საქონლის ხორცი არის იმიტომ რომ ხორცი როგორ არის ცი რომ წვავ ერთი მხრიდან ის რაღაცა იმას იკეთებს კანს იკეთებს ისე რომ მე რომ ამას დიდხანს შიგნიდან არ გამოდის წვენი და ამიტომ ხდება ძალიან მაგარი აპირიკი რბილი იმიტომ რომ ხო ეს მოკლედ ერთი მხრიდან უნდა დაწვა აი ესე რომ დაწვა რასაც ნიშნავს დაწვა აი რო გაშავდეს ისე მე მეორე ყველა მხრიდან უნდა შეეცადო მაღალ ტემპერატურაზე ძალიან ყველა მხრიდან უნდა მოწვა კარგად ეს რომ ყველა მხრიდან იქნება დამწვარი დაასხავ ადუღებულ წყალს დაახურა ხუბს და გააჩნია როგორი ბატკანია თუ ძალიან ახალგაზრდა გჭირდება საათი და 20 წუთი დაბალ ცეცხლზე თუ არის ცოტა რა ცუდად ჩვენ მოვდივართ ჩემთან აღდგომის დღესასწაულზე ჩემთან აღდგომა ტრადიციული დღესასწაულია და ეს ბატკანზე მოდის ერთი 40 კაცი ყოველთვის თქვენ დაპატიჟებულები ხართ იმიტომ რომ მაშინ აღდგომაზე ერთი რაღაც რომ თქვა შეიძლება ლემარეში შეიძლება ისეთ პასკებს პასკას ხო უკვე ლეპონჩიკში ჩავიტანე ხო ლეპონჩიკში ლეპონჩიკში წელსაც ესეთი ასევე ბებიაჩემის და დედაჩემის რეცეპტით კი მე რიდებამდეს რომ იტანე მაგრამ რო არ თქვა შარშანდელი სეზონის იტი იყო ეს პასკები და წელსაც დარწმუნებული ვარ იგივე იქნება და იცით სად მიბრძანდეთ და შეიძლება უბრალოდ რეცეპტი დავამთავრო მე ნერწყვები რა დაასხავ დუღარე 3 საათში ამას გამოვიყი და იქ შიგნით ჩება წყალი. წყალი რჩება უკვე ბლანტი. ამ ბატკანს ამოიღებ დაჭრი, აი ამ соуს დატოვებ და გატანის წინ შეგიძლია გააცხელო იმ соуსში და ხო, გვერდზე დაუდო დეჟონის სალატი. ხო, დეჟონი, ცოტა შაქარი, მარილი, იმის რა ქვია, ზეითუნის ზეთი და ლიმნის წვენი. სალათის ფოთლებზე დაასხა, მიუდო გვერდზე და შესაშლელი სიგემრიელის გამოდის. ძალიან სულათა. ამაზე უნდა დაგემშვიდობა. სხვა ვარიანტი არის. ჩვენ აქედან ერთად მივდივართ, მე ქეთი და ქეთა, ამიტომ ქეთის დამემშვიდობებით ვეთქვით ძალიან დიდ მადლობას. პირიქით თქვენ დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, მიხარია თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის. საინტერესო და მხიარული ეთერი გამოგვივიდა შენთან ერთად, ამიტომ რაღაც რაღაც პერიოდის მერე ისე ახლებს. აღდგომის შემდგომ ან აღდგომამდე ცოტა ადრე ისე მოგვიწევთ და კიდევ ერთ რჩევას მისცემთ ჩვენთვის მენელებს, მანამდე დარჩი ჩვენთან გაგაცნობთ რა ხდება დღეს საჭიროა. მაინც პარასკევია და ვიცოდეთ საჭიროა რომ წავიდეთ. ეს იგი რედისონში დღეს არის აიდუ ჟურნალი აიდუს ასე ვთქვათ პრეზენტაცია ახალი ნომრის სადაც მიშა ურუშაძე დაუკრავს და 10 საათიდან გელოდებიან ანა ბაქრაძე, ქეთი გეგიძე და სალომე ბაქრაძე, ასე ვთქვათ ამ ჟურნალის მასპინძლები. ასევე დღეს არის 18-ია ხო? არ შემეშალოს რომ. არა, დღეს არის მტკვარზე, მტკვარზე მზესუმზირას წვეულება. Red Party, მე მინდა ავხსნა რომ Red არ ნიშნავს dress codes. უბრალოდ ამ მზესუმზირას აქვს ყოველთვის თავის რაღაც კონცეპტუალური ღონისძიებები და ძალიან მაინტერესებს მე პირადად რა იქნება იქ წითელი, ანუ როგორი დეკორაცია იქნება, იმიტომ რომ ხატვარი არის ჩემი მეგობარი დოდოშკა ჩხეიძე, რომელიც ყოველთვის რაღაც გვამოგზაურებს სხვადასხვა ზღაპრებში, ასე ვთქვათ. იმდენად ლამაზია ხოლმე ყოველთვის მზესუმზირას ღონისძიებები და დღეს მე ძალიან მაინტერესებს, ანუ ვისაც არ გაქვთ წითელი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და 10 საათიდან იქაც 11 საათიდან გელოდებიან მტკვარზე მზესუმზირას
ასე ვთქვათ, ჯგუფის წევრები, კი. დაუკრავენ არაჩვეულებრივი დიჯეები, იქნება კარგი მუსიკა, რის ფანტასტიკური პარასკევი ღამე იქნება. ფანტასტიკური ამბავი ხდება მოკლედ მტკვარზე. ხვალ ასევე არის რედისონში, სასტუმრო რედისონში 20 საათზე დედა სიდონიას გამოფენა სამკაულების და კახაბერის და ხანუმების კონცერტი, რომელებიც ხანუმები გალობენ და არის არაჩვეულებრივი მოსასმენი და ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება ხვალ რედისონში მოკლედ 8 საათიდან და ასევე ხვალ ისევ მტკვარზე ბაჩო თომა კობერა აშა ნიკოლა კაზიმირი ოლგა კოლროლი გიო შენგელია და ასე შემდეგ დაუკრავენ თქვენთვის ეს არის ვოდოს ასე ვთქვათ ესეთი community არის ანუ საზოგადოება არის რომელიც აკეთებს ივენთებს და ესე ძალიან კარგი ივენთი იქნება ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული რაც თავარია მოკლედ მე მგონი საკმარისია დანარჩენს თქვენი არ მოიციებთ ჩვენ რაღაც ასე ვთქვათ პატარა ჩვენ ამოვირჩევთ ხასაწავიდე ჩვენ ამოვირჩევთ ჩვენ ალბათ ყველგან წავალთ მირბენ ცოტა მაინც და თქვენს შემოგვიერთდით გისურვებთ კარგ უქმე დღებს ჩვენ უკვე ხუთშაბათს დაგებრუნდებით 6 საათზე ტრადიციულად ისევ რადიო ქალაქის ეთერში ბახვას და ქეთას გადაცემა 3 ბლოკი გემშვიდობებით დიდი მადლობა ყურადღებისთვის კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონატრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახვას და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე FM 101.9.